აღონიშნები. ქუთაისის შემოვლით გზაზე მემდინარე სამუშაოები დაათვალიერა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულთან ერთად. ქუთაისის მე-17 კილომეტრიანი ახალი შემოვლითი გზა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთ სეგმენტს იმერეთის 59 კილომეტრიანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზესტაფონიდან დაიწყება შემოვლის ქალაქ ქუთაის, სამტრედიას და სამტრედია-ლანჩხუთი გრიგოლეთის გზაზე დასრულდება. სამინისტროს მონაცემებით აღნიშნული გზა იმერეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის ზესტაფონი და სამტრედია სატრანზიტო მოძრაობისგან განიტვირთება. ახალი გზის გასწვრივ განვითარდება ინფრასტრუქტურაც, ქუთაისის შემოვლითი გზის გასწვრივ აშენდება დასვენების და მომსახურების მულტიფუნქციური ცენტრები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. პერიმეტრი გავიარეთ ამ გზის და ვაყოფილი ვარო თითქმის ყველგან სამუშაოები მიდის სერიოზული ტემპებით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოქტომბრიდან გადმოდის საქართველოს პარლამენტი ქუთაისში, დავისთავად სულ სხვა დატვირთვას შეძენს ეს ყველაფერი ამ გზას და შესაბამისად საგზაო დეპარტამენტი საკმაოდ ყურადღებით დაკვირდება მშენებლობას, მის ხარისხს 50% უკვე ამ ეტაპზე მშენებლობა ეხლა დაიწყო და დასაქმებული ადგილობრივი სოფლებიდან ამ გზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან მოსახლეობა. იმის გარდა რომ განიტვირთება მოძრაობა და ზოგადად დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმართულების დროს უფრო მცირე დროში იქნება შესაძლებელი ჩამოსვლა. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, ეს ხსნის ძალიან მნიშვნელოვნად აქ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობს, დასაქმების პრობლემას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ რაიონებში, სადაც გაივლის ეს გზა, ყველა რაიონიდან იყოს წარმოდგენილი დასაქმებული მუშახელი. დასაქმებული ვარ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე. კმაყოფილი ვარ ხელფასით. ვაკეთებ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს, რა გზა გადის და ისტორიული რაღაცა ხდება ქვეყანაში და ვარ ამ პროექტში ჩართული.